დილამშვიდობის მეგობრებო. ჰაი. დილამშვიდობის, გათენდა შაბათი დღე და ჩემი განწყობა ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ ზე გამოვიდა და მივხვდი რომ რა ის ზამთარი ხალხო ზაფხულის გაქნებული ზაფხულის ადამიანი ვყოფილო ვარ თურმე არა და წლები მართლა ზამთრის ადამიანი ვიყავი, მაგრამ რა შეიცვალა ჩემში ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ ვიტან სიცივეს, ვეღარ ვიტან რატომღაც. თუმცა ძალიან რომ დაცხება, მე ვიცით ხოლმე, აი მეოღონდი საკრიტება. მე მგონი მაგას ჩემგან ვეღარ გაიგებთ, დიდი ალბათობით. როგორ ხართ ხალხო? დედიკო, გაგიციებ და მიირთვი, კარგი? მარიკოს გავმზადე ფაფა. ხოდა ცოტა ცხელი კი არა, კარგად ცხელი არა, მოდი ერთად გავუციოთ. დედიკო, რატო გამიბრაზდი? ოჯახური კონფლიქტი გვაქვს გაქანებული. მოდიდე, მარიკო. მარიამ, მოდიდე. ცოტა სახლიც მივალაგე. საკმაოდ გვიან გავიღვიძეთ მე და მარიკო. გამაღვიძა კობასი მან მარიამს კოცნი და ეთყობა მას შეეღვიძა რაღაცნაირად და წავედიო აბაო მამიკო, აი მაგაზე გამომეღვიძა, რომ იმას შვებოდა, რა ქვია, იმშვიდობებოდა და მოდიო დედასაც ვაკოცო, მე ვაკოცა, აბას აკოცა და კიდე დედას აკოცეო, კიდე და ასე ვიყავით, მე ვთქვი, რატომ აღვიძებ? რომ მოყვა მე ვაკოცე, ეხლა მე ვთქვი მეძიება. მოდი ჩემთან, ჩემო სიცოცხლე, მარიკო, რატო გამიბრაზდი შვილო? მანქანა რო გადავარდა, არა უშავს დე, არ გაფუჭებულა, მოდი საყვარელო. ეგეთი რამე არ გამიგეხა ხო, ხალხი თავის შეცდომებს, რაღაცებს უშვებს და მე მებუტებიან. მე რა შუაში ვარ, მე მაინც ვერ გამიგე. როგორც მეტყობა, გადასარო ხასიათზე ვარ, ნახოს ეს იგი ჟირპინი მაგხიდა. გადასარო ხასიათზე ვარ და ღმერთმა ყველა კარგ ხასიათზე გვამყოფოს. და რა ვიცი, ყველას გისურვებთ მშვიდ დღეს. ზოგი ხო უმრავლესობა ალბათ სამსახურებში ხართ, ერთი მე ვარ შაბათ-კვირას დასვენება რომ აქ თორე ხალხი მხოლოდ კვირა დღეს ისვენებს და ზოგი მაკვირასაც ვერ ისვენებს. აი ვინც უფრო მაღაზიებშია დასაქმებული, იმათვის შაბათი და კვირა ნაკლებად არსებობს. მე მახსოვს ერთხელ ჩვენი მეგობარი მუშაობდა მაღაზიაში და დარეკა და თქვა რომ ანუ სმენას ვაბავო ღამის და ვერ მოვალო. და ნუ იტყვის და მგონი სამი სმენა გადააბა, იმიტომ რომ კადრი არ ყავდათ და რომ მოვიდა სახლში არაფერი არ მაქვს რომ დაგანახოთ რას გავდა. აი რა ვიცი, არ ვიცი, რაღაცა ჯერ ისე ცოტა სჭამდა და აი ჩხირი და ესე მოვიდა. კადრის პრობლემაა მოკლედ ძალიან მაღაზიებში, ძალიან და ამიტომ ძალიან ხშირად უწევთ ხოლმე გოგონებს და ბიჭებს ასასმენების გადაბმა და რაღაცები. ყველაზე ცუდი რა არის გეტყვით, რომ ვინც მაგალითად თან სწავლობს, მათთვის არის ძალიან ცუდი მაღაზიაში მუშაობა და გეტყვით რატომ. ხელშეწყობა გავიგე, მაგრამ ღამეს რომ ათენებს და სახლში მიდის ის უნივერსიტეტში წავა, თუ წავა პროდუქტიული იქნება მისი წასვლა. და ძალიან ბევრმა თქვა სხვათა შორის რომ მაღაზიაში მუშაობამ ძალიან დამხია უკან. ძალიან. თუმცა სხვაგან იშვიათად რომ რამე გამოჩნდეს რომ სტუდენტი დასაქმდეს რა თუ ახლა მართლა ვიღაც არ ყავს და სადღაც არ შეგჩურთა. როგორც იქნა დაასრულდა მე მგონი ნუკის და თამუსკინის ომი გილოცავერო დაასრულდა როგორც იქნა, თუმცა მოდი შევთანხმდეთ რომ ანტიპიარიც ძალიან დიდი პიარია და ამ შემთხვევაში ორივე ძალიან დიდი პიარი მოიპოვა და მე საერთოდ არ ვემხრობი ამ ქალების რაღაცა ძიძგილაობებს და რაღაცებს და ძალიან სოლიდარული ვარ ზოგადად ორივეს მიმართ, იმიტომ რომ ორივე ძალიან შრომობს და თავის საქმეს აკეთებენ, უბრალოდ ვიღაცამ რაღაცა ააგორა და ამაზე წავიდა რაღაც, მაგრამ დარწმუნებული ყოფილი კარგად იქნება. ასე რომ მათი ომის დასრულებას გილოცავთ, იმიტომ რომ უკვე აი ეგრე სულ დგავდი ვაიმე.
აი, ახლა უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც ჩაწერე გუშინ TikTok-ზე და ჩემდა გასაოცრად უცებ რაღაცა, რა ვიცი, მგონი 900-ს გადაცდა. აი, უცებ. ანუ ვერც მივხვდი რა მოხდა, ეგეთი რაღაც მოხდა მოკლედ. სიმღერაზე, საუნდზე დავადე, ჩემი მიმიკები უბრალოდ და ტექსტი იმასთან დაკავშირებით, ყოფილი ქმრები, როგორ урეკავენ ისევ ყოფილ ცოლებს და არა მხოლოდ урეკავენ შერიგებას და ცოლად გაყოლას, ასე ვთქვათ, ეხვეწებიან. დღეს ვისაუბროთ ამ თემაზე. ბარემ, რადგან TikTok-ზე მოიპოვა ამდენი ნახვა და ისეთი გამოხმაურება, აქაც ვისაუბროთ ბარემ მაგ თემაზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თემა და მე ძალიან მიყვარს მსგავსი თემები და ჩაჯდობა და ჭორაობა ხო და კუდარს არ აქვს იმდენი დრო, რაც მე დღეს, ამიტომ მოდი ვიჭორავთ. სხვათა შორის არ არის გამორცხულ ლაივში გავიდე. ხო, ახლა მინდა აი დედას გაფიცებთ რამდენად წარმოგიდგენიათ, აი ხა ვისაც ყავთ ყოფილი ქმარი და იმას ყავს უკვე სხვა ცოლი და ცოლი სიყვარულით მოყვანილი არა, ჯიბრზე მოყვანილ ცოლებზე იყო ლაპარაკი, აი რომ არ მირიგდები წავალ ცოლს მოვიყვანა ნახე რას გიზავ და რაც არ ვიცი ახლა ბჟუტური ხო იცით? აი ეგეთ ქმრებზეა დღეს საუბარი, ჯიბრზე რომ მოიყვანენ ხოლმე ცოლებს, მე აღმოაჩენენ რომ ვაიმე დედა ცოლი შერჩათ და არ ხვართ და მერე დაძდებენ ყოფილ ცოლებს. როგორ წარმოგიდგენიათ გოგო? დაასრულე რა მარიკო თუ შეიძლება. აღარ გინდა დე? აღარ არის საყვარელო, აღარ გინდა, მერე მიირთვი გინდა? მოდი ჩემთან დედასთან დაუჭიქი ფეხზე, მოდი საყვარელო. ეგ აღარ გინდა დე რა. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, ვისაც ყოფილი ქმარი ყავთ, თქვენ ჯიბრზე რომ მოიყვანა ცოლი, იმიტომ თქვენ არ ურიგდებოდით და ნახე რას გიზავ თუ რაღაც არ ვიცი ხოლმე და ამასობაში შერჩა ცოლი და შერჩა ყოფილი ცოლი, რომელიც უყვარს. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, რომ დაერეკა თქვენთვის და ამას გავუშვებო ხონ შენ შემირიგდი და მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის და როგორც იცი ახალბე ხო იცი? რა რეაქცია გექნებათ? აი ხლა მადლობა ღმერთს ხა მე ყოფილი ქმარი არ ამყავს და მაგომში არა ვარ, მაგრამ აი რომ დამირეკოს მაგალითად ყოფილმა ქმარმა და იცი რა არის ხა მე ამ ცოლს გავუშვებ და ჩვენ ერთად დავიწყოთ ცხოვრება და ჩემო ვარდო თუ რა. დედა რა ლამაზია. ლამაზი ვარ? დიდი მადლობა დე. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. რა დამირეკოს, შეიძლება გავიხე სიცილით. დედი ეს ახალი უნდა. კი ბატონო. გადავდოთ დედიკო, ეს ისედაც არ უნდა მიგერთმია. მოდი იდე ფაფა. აღარ გინდა. მუხლზე დაუჭექი დედას, მოდი. დედას გეფიცებით ხალხო. მიირთვი დედი. მიესალმე დედიკო ჩვენს მაყურებელს. გამარჯობა. დედას გეფიცებით ხალხო თუ არ გავსკდე სიცილით. რას ჯერას მირეკა. აქედან დავიწყოთ. მერე თუ რაღაცა გიჭირს დამირეკე, მაგრამ აი ამ დებილობაზე როგორ მირეკა? შეუნაფუსო კაცო. აი არ ვიცი, ხალხი არის შოკირებული. ხალხო ნუ მოყავთ ყოფილი ცოლების ჯიბრზე ცოლები, იმიტომ რომ მინდა ერთი ცუდი ამბავი გითხრათ. ხშირ შემთხვევაში თქვენს ყოფილ ცოლებს უკაცრავად, მაგრამ ფეხებზე გითხრათ უკვე და მაგის ჯიბრს რა არის? ბევრი ამოიღე? არ ამოიღო დე მაგდენი, ცოტა-ცოტა ამოიღე. მე ამოგიღო გინდა ცოტა-ცოტა? ხო და სოფეხებზე გითხრათ ასე რომ ნუ იწვალებთ ხოლმე თავებს. მოიცა დედა ხელზე რა გაქვს შოკოლადი მომეციდე? იქით დედიკო, იქით. ვაიმე ძალიან სუდად ვარ და მოდი აქ დამიჯექი რომ მიწუდე კარგად დე იმას რა ქვია შენს თემს. და ყველა სასაცილო ის იყო რომ იყო კომენტარები როგორი იცი ჩემს TikTok-ის ვიდეოზე რომ აი ჩემი ქმარიც ეგრეა და მირეკავს და ვერ გავაგებინე რომ არ მინდა და ეგეთი რაღაც. ასე რომ მამაკაცებო, ვინც ეგრე მოიყვანთ ცოლს, ხო, სულ ორივე ფეხზე კიდიხართ უკვე. იმიტომ რომ თუ მაგნაბიც გადადგამს ქალი რომ თქვენგანო არის ხოლმე მართლა ხა შემთხვევა რომ ალბათ ურიგდებიან, ყველა ვარიანტი იქნება ხა ეგეთ შემთხვევები რომ ხო, ნუ კაი მაინც შეურიგდება, დაუბრუნდება თუნდაც იმიტომ რომ ახლა ის ცოლი გააბწაროს. ყოფილმა წვაღოთ ის ცოლი საერთოდ ზურაფერ შუაში არ არის.
რა იყო საყვარელო? ხოდე. ნეგა ჭამოგინდა? მოდი საყვარელო. აქ დაჯექი, შენ თვითონ მიირთმევ? მარიკო, უნდა მივირთვათ დე. მოდი საყვარელო. მიდი. აი ცოტა სამოგიღებ. გინდა დე? შენ თვითონ გინდა მიირთვა? იმ ხელით მიირთვი დე, მარჯვენად დედიკო. თქვენი ის მაქვს, რა ქვია, გამოხმაურების სურვილი მაქვს, ვისაც გაქვთ ეს გამოცდილება, ან თუნდაც არ მოიყვანათ ცოლი, მაგრამ ტვინს გიჭამთ არა და საერთოდ დასანახადაც აღარ გიგდათ და ვეღარც წარმოგიდგენიათ, რომ საერთოდ მასთან ერთად სარეცელი გაიყოთ. არის ხო ესეთი ის, რომ შეიძლება ემოციურად იყოთ განწყობილი, თითქოს გიყვარდეთ, თითქოს რაღაც, მაგრამ აცნობიერებდეთ, რომ ამის ქვეყნები ხარ დაწუნებით, ანუ აი რო შეგეხოთ, ჩემ გული აგერიოთ. ანუ სხვადასხვა ემოციები ხო გაქვს ადამიანს რა. დაასრულა ყובה ორკუსში. არ ვიცი, უბრალოდ რამდენად შეუძლიათ ხოლმე მამაკაცებს მსგავსი რაღაცეები. ეს მე რა მიკურს გეტყვით ახლა. ანის ქალები სად პოულობენ და ასწრებენ შეყვარებას, აი უცებ რო ხდება ხოლმე. აი მე არ ვიცი. ესე უცებ ყვარდება თვითონ თუ როგორ არის საქმე ვერ გავი. მარიკო, მოდი მიირთვი და გაიქეც. ეგ უნდა აჩვენო ეგენი? მოდი მიირთვი და აჩვენე. რატო ხარ გაბრაზებული, შვილო? უცოკოთა ჩიბზე გაბუტული. ვერ გავიგე რა უნდა. დედი, ჩემთან რო დამსაბახში. მიშველეთ. რა გავაკეთე, ჟულო, დამჭა და მომკალით ახლა. მოდი დედი, მიირთვი და გაიქეცი, მოდი. მოდი და მე აჩვენე შენი სათამაშოები, მოდი დე. მარიკო, მოდი რომ მე ნენესთან უნდა წაგიყვანო დე, ჩქარა დედიკო. დედი, რო დამჩაიშენ. არა უშავს დე, არა უშავს. რამე წამოვიღო? წამოიღე სხვა რამე დე. არ წამოვიღებ, მათამაშები. კარგი, არ წამოიღო თუ არ. ოღო ჯერ უნდა მიირთვა, მოდი დე. სამადულს წამო. კარგი, მოდი ახლა ჩემთან მიირთვი და მე წავიდეთ. შევთანხმდით? წავიდეთ მე და შენ დე. ნახე რა გემრიელია, ხო დედა? მამზამა მეწონა. აბარა, მოდი გამოიქეცი კიდე თუ მოგეწონა, ჩემო საყვარელო. მოდი, ჩემო სიცოცხლე დე, მაგარი გოგო ხარ. აღარ დამიწეროთ, ბავშვს ხვეწნა არ უნდაო. ძალიან გევედრებით, იმიტომ რომ სხვიშვილზე მარტივია საუბარი. აი მე როგორ გიხდება. რა არ უნდა ვეხვეწო ხალხო შეება მუხლის ჩუქა დაუხდო და ისე ორკულს შეამთავროს ბავშვიკობას. ხო და ეს ახლა მე ხო ეჭვიანობენ უკვე ცოლები მყოფილ ცოლებზე რომ ვაი და რამე ხო არ არის ისევ ხო არ ხვდებიან ერთმანეთს. აი რატო უნდა გქონდეს ეგ განცდა თუ არ გრძნობ რამეს მისგან რომ რაღაცა ვერ არის რა საქმე, იმიტომ რომ რეალურად რატომ უნდა გქონდეს ეგ განცდა რომ ხო ისევ სხვანაირად არ ხვდებიან ერთმანეთს და რამე ხო არ აქვთ ისე თუ მაგისი ეჭვი გაქვს, საერთოდ ცოლად არ უნდა გაყვე. იმიტომ რომ ჯერ დარწმუნდი იქნება აქ მართლა, სად მიყვები შვილო 2 დღეს გაცნობილის, თუ 3 დღის, თუნდაც 2 კვირის, თუნდაც 5 წლის. მაგრამ ჯერ დარწმუნდი რომ იმასთან არაფერი აღარ გააჩნია მამაკაც, ემოციური კავშირი, რაღაცა ვნება, ასე შემდეგ. მიხვდები რა, ყველაფერს კარგად ხვდება რა, ეხლა რო არ გინდა მიხვდეს სხვა რამეა, მაგრამ ეგრე არ არის. ჰადედიკო, ჩქარა გამოიქეცი სიყვარულო. ყოჩახ ჩემო სიცოცხლე. მიირთვი რომ მე სალოსთან უნდა წავიდეთ მოგვიანებით და მაგას ვამბობ რომ ესე ბრმად ადგე და გაეკიდო სახლში იქნება და მე გადავიდეთ საყვარელი. ჩემი სიცი ჩამოვიდა ინდოეთიდან გამიხარდა. და გოუთხები სამედრენციდან ჩამოვიდაო. ხო და ეხლა სამედრენცი. სად დედიკო? საბენცენ. საბერძნეთში. ჰადე, საყვარელო, გამოიქეცი დედი. მარიკო. ჩქარა დე, ჩქარა გამოიქეცი. ხოჩახ დე. აი, შენ ხარ უმაგრესი გოგო დე. აი, არ ვიცი. ყველას მოასწარი, ყველას მეც დედიკო, მეც მომასწარი, ჩემო დახატულო.
ხო, დედიკო, ლუბაბებო ისე გრიპიანია ხალხო. იმ ხელა თოლში არა, იმ ხელა თოლში სანუთა ვერ გაიცია. ჰა დედიკო, ვაიმე, დამეწუწა. ჩქარადე არ დამეწუწო, საყვარელო. წავიდა ჩემი სიცოცხლე. ასე რომ ესეთი ამბები. დადგები ახლა მერე და შენ ჩემ ცხოვრებაში ცივინიყავი. რად გინდა დე? რად გინდა საყვარელო ეგ? გინდა წამოიღო? კარგი. და ამ დროს სახში ცხოვრები ვიყავთ. ხო, დედიკო. და ამ დროს მეკითხი ვიყო. ნახო, მინდა ერთი წელი ბანკარი. ჩემი გულის ვარდი და სიყა, აბა ეხლა ეხლა შენ გადაიდო ეგრე. ერთი წელი ბანკარი ვატხო. ხო, და მოდ ეგრევე, აი გოგოებო, ეგეთ შემთხვევა თუ გექნებათ, ერთ სიტყვას ხო გეტყვით და მიხვდებით, რომ რაღაც ერთი წუთი ჩავაკვეხო. რა გინდა? მიზანი ძალიან მიყვარს. რა გიყვარს დე აბარა? ერთი სიტყვის მერე გოგოებო რომ მიხვდებით რას აქვს, ეგრევე წყლაშენი გაათვიდეთ, იცი რომ ეგ ფაჯი და მოისროლოთ. ჰადე. და რო იყვია ხოლმე, განაცოლი მიყვარ შენ ჯიბრზე მოვიყვანე, აი ამ დროს ხალხო, ეგეთ არაკაცზე საშინელი კაცი არ დადის. აი არაკაცი. როგორ შეიძლება სხვის ემოციებზე ითამაშოს, სხვის რაღაცებზე ითამაშოს, ჯიბრზე მოიყვანო თუ რა ვიცი, არ ვიცი რა. არ ვიცი. ეგეთყვით. ჰადე. მარიკო. იუჰუ! კარგი გოგო ხადე, მომყავა რა კარგი. დედი მიყვარს. გული გამიწვა. მეც მიყვარ ხარ, შვილო. აი, ყველაზე მეტად დედიკო მიყვარ. და მამიკა. ხო, და. მამიკო. რა თქმა უნდა. ჩემი ზაკოც, ყველა და, ყველა ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. დედი, ხო იცი, შატმანი უნდა ვჭამო. ჩქარა გამოიქეცი დედიკო, მიდი, მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი. უნდა მიირთვა რა თქმა უნდა. აი მე რამდენი ხანია ლაივში მიდე გასვლა. ვერ მოვავითავ. აი თითქოს დრო მაქვს. აი რაღაცა დრო ხო? არა, ვერ. ხან ხალხია, ხან რაღაცა ხდება, ხან სარემონტო ჩაგვრჩები, იმიხელა ხმა ისვის. ხან რა ვიცი, სტუმარი მომდის, ხან მე ან ვერ, აი ვინც გადიხართ ხშირად ჩემგან ტაში. როგორ ახერხებთ ხალხო? ნუ ღამე მით უფრო ვერ შანსი არ არის ახლა, ანუ ითხრენ წინთელი ქონდა. აი კუბასა და ლაივში ხა ღამე შანსი არ არის ვერ. მოდი დე რაღაცა დასვენება უნდა, წამოწყოლა უნდა ადამიანს, ხა. იქ მარიკოს უდედა უნდა საღამოს და ეს ვინც ახერხებთ ყოჩა ხალხო. მივიღებ რჩევებს სხვათა შორის. ამასთან დაკავშირებით როგორ გიხერხდებათ ეგ ამბავი. დედი, გამიფუჭა მამიკა. მამიკო? რაცა ლაიდგა რა. ნახე რა. არა უშავს დედიკო, ბებოს ვეტყვით და გამოგიგზავნეს კიდევ, კარგი? მოიწმინდე პირი. ხალხი ძალიან მოტკბი მეტკბილება თითქოს. ნახე რა, რომ გამიფუჭდა, რომ გააფუჭა მამიკომ, შეხედე რა ამა. შევხედე დედიკო, ხო და ძალიან განვიცადე და ის არის. აჰა, გავაკეთე. გააკეთე დედიკო, არაფერი არ აქვს ახლა მაგასეთი რომ ვერ გააკეთო და. აბა გამოგეცხადებიან მერე და იცი როგორ მიყვარდი თუ რა, დიახ. თორე კლიპურტი თუ დაცებო. ჰადე. ყველაზე დიდი დანაშაული არის, აი თქვათ ყოფილი ცოლების რა იცი რომ ბავშვი ყვავს და მოდი კაი ვცადოთ ისევ შერიგება. თუ შენ ცხოვრებაში იყოს ადამიანი შავი ლაქა ხალხო და თქვენს ფსიქიკას ანგრევდა მენტალურად, ემოციურად მისთვის არ იყავი ის, ვინც უნდა ყოფილიყავი, არაპატივისცემა არ შვილი შეიძლება რომ გამიფუჭოს კობამ. შვილი ვერაფერს ვერ შეცვლის. ეხლა იმას რომ შვილი უყვარს მართლა
დამიჯერეთ რა, ის იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უყვარხართ. და ის იმას არ ნიშნავს, რომ თქვენთვისაც ის იქნება რაღაცა. არა. ამას გონონა აცნობიერებდეს ხო ზრდასრული ადამიანი, ხო? ზაკოს ახალ. ხო, ჩქარა დამივარდა. უთხარი და ზაკოს არ დავიკავ. ამიტომ გონია რომ ყოველს დიდი შეცდომაა რა, იცით, რომ აი ზოგი რომ არ შორდება ქმარს. აბა ბავშვი მყავს და უმამოდ ბავშვი გაიზარდო და ამ დროს ბავშვს ესმის კივილი, წივილი გინება, უპატივცემულობა, ეს რაღაც აგრესიული მამის ისინი ეშინია, ამას ეძახით, ბავშვს მამა ჭირდება. უბრალოდ თქვენ ვერელებით მამაკაც ამ დროს და ეგ მომენტი უფროა, რომ ბავშვს მამა კი არ ჭირდება, ხალხო, ბავშვს ჭირდება ოჯახი, სადაც გაიზრდება შვიდად, ცივილურად, სადაც ეცოდინება პატივისცემა ადამიანები, საიდან სწავლობს ამ ყველაფერს, ხო, სწავლობს ჩვენგან. ჩვენ თუ გვექნება ყოველ დღე არ გამოვა. დაუნგრო ფსიქიკას და მორჩა და ხა მე პირადად ხო არც ერთი მამაკაცი დედამიწაზე არ მეგულება ვის გამოც მე ჩემთვის ვაცხოვრებ ქაოსში და ჯოჯოხეთში. გამორიცხულია. მიყვარდეს კი არა, აი რა ვიცი რა ვერ დაიბადება ეგეთი მამაკაცი ვის გამოც ჩემთვის ვაცხოვრებ მაგ ჯოჯოხეთში. არ არსებობს. მირთვიდე. იგივეს გირჩევთ თქვენ, იმიტომ რომ ეხლა ბავშვის გამო თავს მოვიტყუებთ ადამიანები ზოგადად არ ღირს რა. ეს არის თავის მოტყუება ხალხო, რომ ბავშვის გამო და დედა და მამა ჭირდება. თუ არიან ჩამოყალიბებული, ნახეთ ადამიანები, ბავშვს მერეც ექნება ეგ შესაძლებლობა, რომ იყოს დედასთანაც და მამასთანაც. რა თქმა უნდა, ის სხვა როცა ორივე საერთოდ იზრდება ერთ ოჯახში, ეგ სხვა ამბავია, გასაგებია და გვესმის. მაგრამ თუ არ გამოდის ჯოჯოხეთში რატომ ვინატრეთ? რა ინატრედე? პატარა რა ვიყავი? მე დედიკო. მე ვინატრეთ და პატარა ვიყავი. დედიკომ და მამიკომ რო გინატრეს დე, ხო, საყვარელო, ვეუბნები რომ ჩვენი ნანატრიშვილი ხარ მეთქი და დედიკომ და მამიკომ რომ მინატრეთ. გინატრეთ დე აბარა. თორე თუ არიან ორი ჩამოყალიბებული ადამიანი, ხო, მე რაც ექნებათ კაცო ბავშვთან ურთიერთობა ისეთი ვერ იქნება და იმ ყველა სიტყვას და იმ ყველა დოზით ვეღარ მისცემ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჰადე, თუ გონება უჭრის ხალხსაც და მამაკაცსაც, ბავშვს უდიდეს სტრესში აღარ ამყოფებს რა. ეხლა გააჩნია როგორ დაშორდებიან. ეგეც არის წყვილი როგორ დაშორდება რა. თუ უდიდესი სკანდალებით შორდები, მაგ დროს უფრო ალბათ ძალიან რთულია დალაგება ყველაფრის. ჰადე. არა, მე ზოგადად შოკავს ეგ ამბავი, რომ აი ბავშვის გამო ოჯახს ვინ არჩუნებ. და ყველაზე ცუდი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს უძლებენ, ფოტოებზე რო აწერენ, ეგეც გადაღებული მაქვს გუშინ გადავიდა სათავშორის დოდონას ბლოგისთვის. ჩემო გამართლება თქმის ფოტოზე რო დააწერენ ხოლმე და ადამიანები მე რო უკომენტარებენ, ო, ჩემი წყვილები და გენაცვალეთ. ის რას გამოაპარებთ, ხალხო, ყველაფერი ვიცით. აი ეგ სად არის და ის სად არის და ეს როგორ არის, ყველაფერი ვიცით. ანუ სოციალური ქსელი ესეთი ყველაფერი ყველა ვიცის რა. არა, ყველაფერი არის, მე ვიცი. აბარადე. რა ის გამართლება, ადამიანად რო არ გთვლის და ნახევარზე მეტმა სანთე საომრო იცის და სამეზობლომ და სანაცნობლომ რომ შენ მისთვის ხარ უბრალოდ დეკორი, რა ის გამართლება. ხო მე რომ დაგიგულოს ვიღაცამ, იმიტომ რომ ხო გამართლება. ამიფუტა და ჯაიად. სოციალურ ქსელს არ უნდა ვენდოთ რა, ამის თქმა და კარგი დედიკო, არა უშავს არ ინერვიულო, არ უნდა ვენდოთ სოციალებს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები ჩანან, აი ოჯახი. არ გადამიგდო. არა დედი გადამივარდება. აი ეს ვინები ყოფილან რომ ამ დროს რა გამიშვი, გამატარე. რა ვიცი, აი თუნდაც ია ფარულავა და ფადიასლი რო იყვნენ ცოლ-ქმარი იმ პერიოდში მახსოვს პროფილში იყვნენ. ვაიმე ჩქარ დამეწუწება და
მიწვეულები და ერთმანეთის სიყვარულს უხსნით, ეხლა ხომ მსგავსი არ გენახოთ არაფერი. და მეერე გაამჟღავნა იაფარულავა, რომ მაგ დროს, როცა მიწვეულები იყვნენ და ერთმანეთზე ბზე ამოსდიოდათ, უკვე მგონი წლების დაშორებულები იყვნენ, ანუ არანაირი კონტაქტი უკვე ერთმანეთთან არ ჰქონდათ, უბრალოდ ასე სჭირდებოდათ, რომ ეს გამოჩენილიყო საზოგადოებაში. ხა მოდი და დაიჯერე შენ ვიღაცის უკიდეგანო სიყვარული. ასე რომ ცოცხლებით, ნუ დაიჯერებთ ყველაფერს. დედიკო, მოდი საყვარელო, არ დამეწოწოს, მარიამო. მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი. მოდი, ვაიმე რა მაგარი გოგო ხარდე. იცით მარიამა თითქმის დაასრულა, ნახეთ და ისეთი მაგარი გოგოა, რომ ამასაც დაასრულებს, ხოდე? აბა თქვენება თქვით, რაები არ ხდება. ენდი ახლა შენ სოცხლში გამოჭიმო ფოტოს. ამ დროს შეიძლება იყვნენ ჯოჯოხე თუ ცხოვრებაში. რა დედიკო? დამაჯინა აღარ მინდა. დაგეძინა? სამი კოზი დაგჭა, დედიკოს ხათრით, მამიკოს ხათრით და ვისი ხათრით უნდა მიირთვა კიდე? ვერიკოს ხათრით. მოდი დე, ჩქარა მაშინ, მოდი საყვარელო, მოდი. ვერიკო, ჩემ დედამთილზე საუბარი, მოდი დე, მის ბებოზე, ანუ ერთი დედიკოს ხათრით. წავიდა. მეორე, მამიკოს ხათრით, დე, ჩქარა. ჩქარა ჩემო საყვარელო. ოპა. ვაიმე. ვერიკო ბებოს ხათრით დაგრჩა, დე. და всё, მორჩი. აჰადე. შეგერგოს დედიკო, წადი. უიმე, ერთით დაგრჩა, დე. ზაკოს ხათრით, კარგი? წამოვიდა. სკუპ. ყოჩა, დედიკო. გემრიელად მიირთვი, დედიკო, კარგი იყო? თქვენ ხვდებით მე რა დღეში ვარ, კვების მე რო პიჟვარს ვიცერან რა დღეში ვარ. ძალიან მიხარია დაასრულა და შვიდათ მაქვს გული. თქვენ არიცით ჩემთვის ეს რა არის. დაასრულა აბა კვება, აი, არ ვიცი. დედი, შენ როგორც გინდა, თუ გინდა წამოიღე, თუ გინდა ნუ წამოიღე შვილო. მაგრამ ესეფენი. რა თქმა უნდა, დე. და აქ არ მინდა რომ წამოვიღო მენასთან. რა უნდა ხო? დედი, წავედით მე. არა, ჯერ არა, დე, ადრია ჯერ. რა ადრია? ჯერ ადრია, დე, გაიღვიძონ, სანამ ისაუზმებენ, ადრია საყვარელო ჯერ. ცოტა ხანში წავიდეთ, კარგი? დედიკო, ჩხირები არის მაგაში კიდევ? არა, ცოტა. აი, შენ მიირთვი მაშინ. ხო და ესე გოგოებო. გიждები იმაზე, კონკიაზე და ზოგადად შემიძლია, აი ხო ვარ ხალხო 39 წლის, დავჯდე და კონკიას ვუყურო. ყველა ქვეყნის კონკიას, ყველა ბრუნვაში და ყველა შემიძლია ვუყურო. გაგრჩერე გოგო. რა და? დავხიეს კაპაკე. ვაიმე, ნახეთ რა კარგი ილუსტრაცია. ჩემა თითო მოუტანა ეს და კიდე სხვა ზღაპრებია ესეთები რა. ძალიან ლამაზი ილუსტრაცია. დავხიეს კაბა ლამაზი. კი, საყვარელო ლამაზი კაბა დავხიეს. გოგო, კითხულობ თუ არა? ვინც მომაკლდა ამ ილუსტრაციებში არის დები. არ არიან. ანუ არიან, მაგრამ ანუ ამ ილუსტრაციაზე არ გადავირიე რა. ანუ ვერ ვიტყვი რომ აი ხა ეს ძალიან მივამგვანებ, თქვათ, იმას ვით ჩემ წარმოსახვაში ან ფილმებში მიყურებიან, მულტფილმებში, რაღაცა მგონია რომ უფრო ის არის რა. ხო, რაღაცა ცხვირზეა უფრო აქცენტი და უფრო უკეთეს ველოდი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს ძალიან დამცავ. არა უშავს დედა, ხა ნუ გადაირები. დედა, მაინც პონკრები წამოვიღო. თუ გინდა წამოიღე, სიამოვნებით წავიდოდი აი ამ კოშკში და დიდ შტატებს ვიყიდი და პაჭი და გადმოვეყუდებოდი და გადავიღებდი თქვენთვის ვლოგებს. და მე დაგპატიჟებდით აქ. გიждები ანუ. მე საერთოდ მულტფილმების გიჟი ვარ. აი ხო რაღაცა გიყვარს ადამიანს.
აი ჩემი სიცილი შეიძლება ისმოდეს გარეთ და ადამიანი ამოვიდეს ნეტარაზე იცინის ხა ანეკდოტზე ან რამეზე და ამ დროს მე ვიჯდე და ვუყურებდე მულტფილმს და ვიხეოდე შუაზე, ანუ გიждებ, ძალიან მიყვარს და რა ვქნა ბავშვობიდან ეგრევად, მულტფილმები ძალიან მიყვარს. ფილმების ყურება ძალიან მიყვარს. რა დედიკო? სანიჭამ საწმელე. კიდე, სულ არის გოგოებო 5 გვერდი. ამ დროს ნახეთ ამს. ერთი გვერდი არის ამზე. ნუ რო არ დაიხეს ბავშვებისთვის რო არის. აი ძალიან მინდოდა სულ აი ბავშვობიდან ვფიქრობდი ხოლმე ესე ჩემთვის რომ ფიქრებში წავიდოდი რომ აუნეტა ახლა რაღაცა ისეთი კაბა მეცვას აი კონკიას და მსგავს მულტფილმებს რო ვუყურებდი ხოლმე რა უფრო რომ რაღაცა და წავსულიყავი კოშკში წვეულებაზე აი სულ ეგ რაღაცები მიტრიალებდა ხოლმე თავში აი მინდოდა ის ფრიალა კაბა მცმოდა წავსულიყავი მეჯლისზე და რა დაგიმალობდა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მაგ ეპოქაში, სადაც მეჯლისებზე დადიოდა ხალხი და ახლა რა ის მეჯლისი? ის მეჯლისია საუბარი. ახლა უფრო ბაზარში. ბაზარში უფრო დავდივარ. მაგრამ ის სულ მინდოდა რომ აი ისეთ ეპოქაში ყოფილიყავი რა, სადაც სმოკინგებით დადიოდნენ და დიდი კაბები რო ეცოთ ძალიან მძიმე და რაღაცა ესე თავსაბურავი დიდი ბანტით რო ანუ და ამ დროს დავიბადე შეშლილების ეპოქაში, შეშლილების სრულიად უკონტროლოების და რა ვიცი ინტერნეტის ეპოქაში ამ დროს მე მინდოდა რაღაცა ცხენით რო ჯირითობ და რაღაცა პაემანი რო გაქვს ცხენით და რაღაცა ეგეთი ცხოვრება მინდოდა ხოლმე ბავშვობაში. ახლაც მარა რა ის ცხენი. წადი დედიკო, რა ის ცხენი და პაემანი. ადიქ ბავშვი ხედე. კარგი, გემშვიდობებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ისევ წერთ ჩემი დედიკოს ვიდეოზე ამდენ კომენტარებს. უღრმესი მადლობა ყველას უკლებლივ. და დედას რო ვეუბნები ხოლმე რომ აი დედა ასე წერენ, ისე წერენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან უხარია და მადლიერია. ასე რომ გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ დილა გაატარეთ ჩვენთან ერთად. დროებით.